ჩვენი სტუმარია ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი წერეთელი. როგორ ბრძანდებით? არ მიშავს ღვთისმშობლობით, თავთ როგორ გითხოთ. კარგად. მე ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. ეს მძიმე კაცთან რა იმით შემარჩიეთ, რომ 120 კილო ვარ და ფიზიკურად მძიმე ვარ თუ? არა, მძიმე მე ვარ. სექს შოპი თუ უნდა იყოს საქართველოში, როგორ ფიქრობთ? რა უნდა იყოს? სექს შოპი. მაღაზიები რო არის? ვინ იყო ჯაბა იოსელიანი, კიტოვანი, აი ეს გუნდი? არა, ესე არ გამოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ გენდერული თანასწორობა არის ანტიღვთიური სისაძაგლე. რატო ფიქრობთ ესე? იმიტომ რომ ეს თქვენ როგორც ჩანს ძალიან კარგად შეგისწავლეთ ჩვენ. მომემზადე. ქალები წერდნენ წერილებს მიტინგის დროს? არა, ქალები წერდნენ, გოგონები წერდნენ და ყველა წერდნენ. პოპულარული იყავით? სხვადასხვის ცოლის მოყვანამდე უფრო და მერე ნაკლებად. გეებს უწოდეთ თახსირები და თქვით რომ ამათ მავლობა უნდა ისჯებოდეს. როგორ უნდა ისჯებოდეს? ღვინოს რატო სვამთ დიდი სასმისებით ქართველები? სვამდი, ეხლა ვერ ვიდები დიდი სასმისებით ღვინის მას, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ამდენი დამთველი იმდენი მაგიდაზე ჩამომეძინა. საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი ვინ უნდა იყოს, როგორ ფიქრობთ? თქვენ რა გონიათ ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრობა? საქართველოს პრემიერ-მინისტრობა კი არა, აბსოლუტურად საშუალო კაცმა ბარაკ ობამამ ასე თუ ისე ამერიკის პრეზიდენტობას გაართვა თავი და საქართველოს რა არის ისეთი, რომ მისი პრემიერ-მინისტრობა ვერ შეძლოს ნებისმიერმა საშუალო ნიჭის, საშუალოდ განათლებულმა წესიერმა ადამიანს. არაფერ დიდ სურვილებთან არ არის და თქვენ გააქვთ ამის სურვილი? არა, პრემიერ-მინისტრობის არა. მე უფრო საპრეზიდენტო მის მომხრე ვარ. როდესაც ადამიანი ჭამს სამარხო ეკლერს, ის მარხვაზეა? არა, ეს სასაცილოა. დიდი მადლობა. ეს დაახლოებით იგივეა, სამარხო ქალი რომ მოითხო.